3 4 რადგან მეგობრებო ისგან გავხსნათ ეს მონსტრი ინკ ტრეილის ამერიკული მეტეო დეტექტორი. მოდი აბა გავხსნათ და გავტესტოთ. მეტი გახსენეთ უი დღეს შენ ხარ. ამ სუპერის თამადა. მინდა გითხრა რომ მეც არ ჩამიხედავ შიგნით. დამანახე ეგ რა არის მოატრიალე წაგვაკითხე. Metal detector. მოდი ჩანთა არ გავხსნათ ხო ვინც წაიგეთ. მომაწოდე. კაი მანდადე კი ბატონო. ეგ რა არის? მონიტორია თვითონ მონიტორი მასედებს მაჩვენე. აუ ნახე რა მაგარი ბაგეონებით ეს დონეა მეთქი. მაუდა ბოლოს ვიტყვი რაღაცას და მე რეინანებთ. ეს არის აი ელემენტები მეგობრებო. თავისი კრონებიც მოაყოლეს? ბატონო გადადე. აი ეს არის მეტეო დეტექტორი. გაშელება რამ ხელაზე გაიშლება. გაშალოთ? სატრიალე, კი, ნელ-ნელა. გასაკეთებ ბიჭო. რა სუმთლიანად მოხსენი. დაბერდი მაგ საქმეში და ესე იგი ვერ გაიგე რა უნდა გავუკეთო? ეს პირველი აი. პირველი სიგრძე მერე. დო, მეორე სიგრძე, ვთქვათ, კაი გრძელია. ბიჭო, რა სიგრძეა, გოგეონებით პროფესიონალურია მეთქი. კაია. კაი, ეგ არის? ხო, ნუ, 2 მეტრიანი ადამიანზე გათვლი. კაი, დაამოკლა. ეგ არის. Very satisfying, my friends. Ჩვენსანა მამას დავკეტავთ რამეზე ელაპარაკეთ. გარნიტურაში გადახედე. კი, კაი, მე დავკეცავ მომეც, ნუ დაიტანჯენ. ოფლი გაგდეს. ხედავ, შენი ოფლის წუთებს ხედავ. კაკი. დავკეცეთ. ბაბაბამ ეს არ არის όμως. კაი, დავდეთ აქეთ. ამას შეხედე თავის ხურს. ყურსას მენცოვებით? აი აქ უკვე მოწონდა ჩავერთო. სასმენია, მაგარია. აბა თუ ისე, ზიპით თუ არის გახსენი. თუ ზიპით არის გახსენი. ზიპით არა ეს შეიძლება გახსნას. ამოიღე. ოპაც. მანახეთ. დაბრენდილია ყურსასმენები თუ ისე უბრალოდ. შეგვახედე აბა ყურსასმენებზე შეგვახედე მცოვე. აქვს ნახე რაღაც საიდუმლო იმალი. ირა ნახე. ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს. ძალიან კარგი. კარგით ესეც. რა იმალება? კოჭა, ყველაზე მთავარი. ეგზემოდან რა ადევს? პასპორტი? აჩვენე? ეს პასპორტი. აგე, პასპორტი და ოფიციალური წარმომადგენლობა. გავშენ. ეს არის წილო უნდა გავუკეთო. ერთი წამით, ჯერ პასპორტში ჩავახედო. ხო, ნუ როგორ ავაწყოთ და მთელი ამბები, ნუ ამეთი ხელმძღვანელები და გაგიმიადგულდებათ და კოჭა. კაი დიდი კოჭაა, ჩემო ძმა. კაი დიდი კოჭა, მინდა გითხრათ და მძიმეა, მართლაც მძიმეა. ხო, კოჭა წყალგაუნტარია, 100%-ით, შეგიძლიათ წყალშიც უპრობლემოდ მოსწებნოთ. კარგი. მოდი, ახლა უკვე მე ჩავერთვები. პროცესებს შინა. და შემოვარდა კადრში. Becca. Hello my friends. Yes, it's me. ვიცი მოგენატრეთ. ვიცი გიждდებით ჩემზე მთელი ამბები. მოგლეთ. ასეთ საქმე აქვს. ამას გამოვწევთ. ბოლომდე. ეს მეგობრებო არ დაგავწეს. ეს გაიყიდა ხვალდა. მივყიდოთ აცმაიყიდა და უნდა მივწეთ მეგობრებო. ხვალე მეაქვთ, დიახ მეგობრებო. არ მინდოდა ამისი გახსნა, მაგრამ პატრონმა მითხრა, ანუ რა არის იცი? მე ხა ამის ბიზნესი ხო არა მაქვს როგორც ასეთი. მე უბრალოდ ვცდილობ ჩემ მეგობართან ერთად ავაწყო ამის ბიზნესი და ამიტომ ჩემთვის უპირატესი იყო თუ მომაწოდე რა. უპირატესი იყო რომ
მე არ იმას მექნა, რა ქვია, დამეხსნა და თვითონ აეწყო პატრონს, მაგრამ მე მირჩევნია, რომ როგორც ასეთიც იყვი, მე გავხსნა ხოლმე, გავტესტო და გავატანო, მაგრამ ჩვენ ვერ გავიგებთ ადამიანების კატეგორია არის, რატომ არის ძმაო გახსნილი და ასე შემდეგ პრეტენზიები უჩნდებათ და ებადებათ ხოლმე და ამიტომაც არ ხსნიდი. აი. კოჭა დამაგრებულია. გამზადებულია და გავხსნათ ახლა. ესე ცოტა ხანი ძირ დავაგდოთ, არაფერი მოუვა და გავხსნათ ახლა. მოდი აქედან მოუვარი მაგათაც ხარ. გავხსნათ. აბა რა, უნდა გავტესტოთ ადამიანმა მითხრა რომ გატესტო კაცო. მოიტანო? არა. ჩვენ შეგვიძლია ეს უბრალოდ ესე. ეს გადავდოთ. არა, ეგ უნდა გავატანო პატრონს რა შენ მოწ. აჰა. ღილაკები. ბევრი ღილაკები გვაქვს მეგობრებო. ამოვიღეთ. აქაც ამბები და ჩახუტებები. და ელემენტებიც კი ამერიკულია. ელემენტებიც კი. მიდი ესეც არის შენ გახსენდი, რა დავკარგოთ. ელემენტი. იაგენი? ადული იყო? აბა მე რა ჯანდა მომჭეს. აი აჰა მაშინ ესეც ადული იქნება. მოკლედ, გირჩევნიათ რომ იყიდოთ დამუხტვადი ელემენტები, მეგობრებო. დამუხტვადი ელემენტები. დამუხტვადი რა? რა გინდოდა მაგისგან? მაგისგან რა, აი რანაირად მოახერხე რომ კი არ შეეხე, დაეჯახე. всё, დამიგრე მთელი სტუდია მომისპე გამია. ვარდებოდა და გავასწრო. ხო, თუ არ შეეხებოდი არ გადავარდებოდა. ადულია, ნუ კიდე. რამდენი რამე აინთო, ბიჭო? Yes, my friends, fully working. Moment. და აი აქ უნდა რა. აქ უნდა არა, გავუშვი, უბრალოდ უნდა. შეაცვლო. უბრალოდ უნდა შეაცვლო. არასდროს ხარისადით. ვი, მე უნდა მეულებდეს მართლა. უბრალოდ უნდა შეაცვლო და მერე წამოიღო ეს კოჭაც, იყვი, ასე. კი, დამაგარი დეტექტორია რო ამბობ აბა. უნდა წამოიღო ეს მისტერ კოჭა და შეერთო აქანა. ეცადე, გავუშვი. ეს არ უნდა შეგეშალოთ ხოლმე, თორე შეიძლება უკვე რაღაცა დაინახა. ეს ბეტონის არის და მაგას ხედავს პატივცემული. მოკლედ. აჰა. ჩავთეთ ეკრანი. ოუ, რა მოშდია ბიჭო. პინპოინტერი გვაქვს. საუნდ კონტროლი გვაქვს. კაი, გავთიშეთ პინპოინტერი თუნე რო აჭყლიტოს. მოკლედ. გადავედით ახლო ხედზე. ჯერ მოდი ვნახავ სიგრძეებს. მონეტები მოიტანე რომ გავტესტოთ.
სიგრძე მართლა კაი აქვს მეგობრებო, რავი. ამ სიგრძე ადამიანმა უნდა დაიჭიროს, ნახეთ ამ ხელა. ამა შეხედეთ რამ სიგრძეა. გამოაცურე მონეტა, დამიგდე წინ. Good. ნამდვილად გრძელია, ნამდვილად დიდია. თანაც, განა უბრალოდ გრძელია. ძალიან გრძელია. კაი, ახლა ამას დავაპატარავოთ. ესე. იმიტომ რომ რეალურად არ გჭირდება ამ ხელაზე. და დავიწყეთ მე და ციყვი განტესტვას თქვენის ნებართვით. ნაბიჯ მივყვეთ ციყვი იმ ყველაფერს, რაც ამ დეტექტორს აქვს. მოკლედ, ჩავრთეთ. აქედან ავტომატურად კალიბრდება და დღის განმავლობაში შეგვიძლია გავაკეთოთ შუქის ეკონომია, ანუ ეკრანი არ გავანათოთ. ღამით, დაგჭირდებათ და ყველა ვარიანტში გავანათებთ. ჩავრთეთ. ასე შემდეგ. მოკლედ, ხმის სამი რეჟიმი აქვს ჩაშენებული. არ გიწევს აწევა და დაწევა, აგე? ერთი რეჟიმი, ანუ შედარებით დაბალი, მაღალი და ყველაზე მაღალი. ეს რაც შეეხება ამას. ეხლა გრძნობელობა შეგიძლია დაიწყო ყველაზე დაბლიდან და აწიო ყველაზე მაღალ სიხშირეზე. მოდი ახლა ავწიოთ ყველაზე მაღალ სიხშირეზე. მოუდებში რა გვაქვს? პოლმეტალი, ანუ AM ნიშნავს ყველა მეტალს. დისკი, ანუ აი ეს კოილს ასაც ეძახიან უშუალოდ მასზეა გადართული უკვე, დაზე გადასული აქცენტი. აქ მემორიში სიღრმეების განსაზღვრა, რა იყო რა გეძინება? არა, შეგიძლია ანუ შენთვის სასურველი დისკრიმინაციები დაამახსოვრებინო, ნუ ისე როგორც მინდა რომ ცალკე არაკრიფო, მერე და ასეთაფო და jewelry. საიუველირო, მაგრამ ეხლა რაღაცას ხედავს და საიუველიროზე არ გადადის. ამიტომ უნდა მოვაცილოთ, აი ესე და ესე გადავიყვანოთ. რაღაცას როცა ხედავს, არ გადადის. საიუველირო. გაბრიელ, გავგაცანი ახლა რეები გაქვს საიუველირო ნივთებში. აი ესა მოქროვი საათი ძალიან მაგარია. ლამაზი. მოქროვი საათი და თანაც მუშაობს, მეგობრებო, განა არ მუშაობსო. კარგი, ახლა ჩვენ გვაქვს ყველაფერი აწეული მაღალზე და მეორე რა გაქვს, კაი? მორცხლოვილი, ვერცხლი. ვერცხლის მონეტა ელისაბედის. ხო, ელისაბედის ვერცხლის მონეტა არის სუფთა ვერცხლი უმაღლესი სენჯის. ამოვაბრძანეთ თავისი კაფსულიდან. ქალბატონი ელისაბედი. საიდან მოვა? აჰა, ამოვიღეთ. კაი, დავიწყოთ ვერცხლით. გადავიდეთ რაზე? პოლმეტალზე. პოლმეტალზე და 23-ს ხედავს რაღაცა სიხშირეს. დავай, გავუტარეთ. აკეთე ციყვი. საკმაოდ შორს გიჭირავს, ხო? ნახეთ რა ხდება. მოდი ახლოს. ნახე რა ხდება 1 წამით. გააჩერე. ხედავთ რა აინთო? აი აქ რაც იმცინებს, ხედავთ? კონკრეტულად გადაატარე. აი აქ კონკრეტულად ვერცხლი აწერია, silver coin-ი, ანუ აი ვერცხლი რო დაინახა, უშუალოდ ვერცხლი, რავი, კითხულობთ ნეტა? ნუ თუ stop კადრს თუ დაიჭერთ, ნახავთ რომ აქ აწერია silver. silver-ია და ნუ მაღალ სიხშირეზე ხედავს, მაღალი აქვს ან 99-90-ის დიაპაზონში ხედავს. კარგი, აბა ახლა გაატარე ეს. ოქრონცო. აჰა. ნახე? იცი რატო შვება? დახურე. ეგ ვერცხლია მოოქროვილი და იმიტო ციმციმებს ორივე გაატარე. კაი, ახლა უკრიდან შემოატრიალე ხუფის მხრიდან. ესე? ხო.
ნახე რას ხედავს დისკრიმინაციაში მეექვსეც. ხო, იგივეს ხედავს. ხო, როგორც ვერცხლის იაღიქვამს, რატომღაც არა და წეგან როგორც ოქრო ის იაღიქვამდა, მაგრამ მაშინ შევცვალოთ დისკი. მიდი გაატარე. კარგი. გაატარე. არა. ვერ ხედავ საერთოდ, იმიტომ რომ დისკზე ვარ გადასული და ამას უფრო წყლის რეჟიმში იყენებენ ხოლმე. თან მემორი არის და მემორიში. ავედით ისე გვერდზე. ესე, დავბრუნდით. კაი. ახლა ვართ ისევ საიუველიროში. გაატარე. ხო, ნუ უმაღლეს სექციაზე ხედავს და საკმაოდ კაი მანძილზე. გაწიე ხა და ნებისმიერი აესაიგება. პოლმეტალზე გადავიდე. აი ეს. მოხოვნი. კაი, გაატარე. აი, ხედავთ? აბსოლუტურად სხვა სექციაზე საჩვენებს. ხედავს რომ უბრალოდ არის კოინი, რაღაცა კოინია. მაგრამ როგორც ძვირფას რამეთ არ აღიქვამს. კაი, აიღება ეს რკინის ჯართი, all-metal-ზე ვარ. დიდი, აი ეს. უჟანგავი ფოლადია ეს, უბრალოდ. ნელა, რა სადგარბი ხარ, შენ თამაშობ ხარ? აქაც იგივე, ნახეთ. აჩვენებს რომ რაღაცა კოინია და აჩვენებს რომ რაღაცა ისეთი არც თუ ისე მნიშვნელოვან მეტალთან გვაქვს საქმე. თუმცა გადავერთოთ ახლა საიუველიროზე. გაატარე? ხო. არაფერი. რაღაცა კოინს როგორც მონეტად აღიქვამს, მაგრამ უშუალოდ რაღაცა ვერცხლი, ოქრო, პლატინა, ირიდიუმი, პალადიუმი, ეგეთ რამეს არ ხედავს. ხედავს რომ რაღაცა ჯართობა არის რა. აი რომელიმე სხვა კიდე აბა რა გვაქვს კიდე. აი ეს. აი, გაატარე. აი, ესე all-metal-ში გადავიდეთ, ნახოთ ახლა რაც მიცინდება. პირველზე გამოვარდა. ხო გითხარი, ცენტრთან ახლოს იყავი. ცენტრთან რა. ხო, ნუ დაბალი აქვს და პატარა როა სექციაც დაბალი აქვს, აგე? როგორ? ჩამოვიდეთ აქ. ჩამოვიდეთ. აი შენ რა გინდა ხა ესე უნდა მაწვალო საიუველიროზე როგორც გირთავ. გაატარე? არა. აფერც არ არის, რაღაცა ჭვანია. აი. აბა ხა სპილენტის არაფერი, აი ეს არის სპილენტი. აბა ეს ნახე. all-metal-ზე მაქვს ჩართული. აი. გაატარე. დისკი. იგივე ხედავს. აკას. ესე. ნახე. აი. გაატარე. ახლოს. გადი უკან და კარგა სიგნალი. იცის ხოლმე ეგეთები დეტექტორთან ჩვეულებრივი ამბავია. გაატარე? ნუ ვერ ხედავს, საიუველირო არაფერი არ არის, მაგრამ all-metal-ს ეგრევე ხედავს. გაატარე? ხო, ნუ ძვირფასი რო არ არის, ამიტომაც ვერაფერსაც ვერ ხედავს. გავუატარე? ბატონო, ახლა როგორც გიჩვენოთ all-metal-ს ან რაღაცა ჭღანს ეგრევე აცინცინდება. მოკლედ ეს ახლა როგორ ვარიანტია, იცით? კაი გავთიშავ, ხო, ბევრი ტონი არ გვაქვს. ძალიან რთულია ყოველთვის ესე შორიდან სხვისი ახსნელი და სხვისი წერით რამის გაგება. ნახე, ახლა ვინც გიხსნის, ისედაც ტუტორები რო ნახოთ უამრავი, აი დეტექტორებზე რო არის ხოლმე ვიდეო, ვინც ხსნის, მეც როდესაც უყურებ და როდესაც ახლა აი ამის მონაცემებს რო ვეცნობოდი, ყოველთვის გაქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, იმიტომ რომ აი რა არის, იცი? აი მე რომ ესმის ახლა ის რაც ხდება აქ, ხო? თითქოს გადმოცემ, მაგრამ ხვდებით ან იმას, რომ როგორც შენ გჭირდება მაგალითად, ისე ვერ გადმოვცემ,
ანუ იმდენად პირადია, ინტიმურია რა, აი ამასთან ურთიერთობა, იმდენად შენ თვითონ უნდა შეიგრძნო, რომ მე უბრალოდ გაბრიელსაც და ნებისმიერსაც უბრალოდ შეუძლია, რომ აი გითხრავს, რომ ეს ესეა, მაგრამ ჟღერადობის დონეზე უნდა ამოხსნა და უშუალოდ რა მეტალთან გაქვს მიწაში საქმე. ჩვენ ხო ბევრჯერ მივხვდი, რომ თუ აი ამის ამოთხრა არ აღებს, უკვე ხმის მიხედვით ხვდები, ხო, შენი გამოცდილებითაც ხო ესეა. ხმა გახვედრებს, აუ მოდი ამას თავი გავანებოთ, ამის ამოთხრა არ გის და რთულია გამიგეთ, რომ დამხმარე შენ რა სიტყვი. ხვდები ის თქმაც მინდა. ვერ ხვდები? კაი, არ თქვა რა. ანუ მე რომ ესმის ადამიანი რომელიც ამას ხსნის, რთულია, როცა შენ აი ვინც მიყურებ და ამასთან შეხება არ ქონია, იმდენად სპეციფიურია, გამიგე, სპილენძი, მეტალები, გზნობელობები, ეს ელექტრომაგნიტური ველები, რთულია მიგახოდრო, რას გულისხმობ, როცა გეუბნები, რომ აი ნახე 90-ზე დაინახა, 11-ზე დაინახა. ამიტომ იძულებული ვარ ისე აგიხსნა, როგორც მე თვითონ მესმის და მე შენ თვითონ უნდა განვითარდე და შენ თვითონ უნდა იყოს. პრაქტიკის გარეშე უბრალოდ ესე თეორიული გადმოცემი ძალიან რთულია ამის თქმა მინდა რა. იმიტომ რომ მე კი გეუბნები ხა თეორიულად, რომ აი გადართე იქ იმის დისკრიმინაცია, ამის ის, მაგრამ შენ თუ ხელში არ დაიჭერ, ვერ მიხვდები რას გელაპარაკები. ეს ახლა შენთვის არის ჩინური. და ჩემთვის და ნებისმიერთვის, ვინც არ უნდა ჩართო ახლა შენ და თუნდაც საველო პირობებში ხსნიდეს, მიხვდები რომ უყურებ და რაღაცა არ მაკმაყოფილებს, ფიქრობ. და ეს რაღაცა ზუსტად ის არის, რომ შენ თვითონ უნდა გამოცადო. და მერწმუნეთ, როცა ამას შენ თვითონ დაიჭერ ხელში და ეს იხშირები არაფერს ყურებას არ დაიწყებ. უბრალოდ all metal-ზე ჩართავ, გაივლი და ხმების მიხედვით, აი როგორც გაბრიელმა უკვე დაამუღამა, ხმის მიხედვით მიხვდები რა იპოვნა, რა დაინახა, რა სიღრმეზეა და ღირს თუ არა ამის ამოთხრა. ხო ბევრი რამ დაგვიგნორებია, აუ დაიცა რა ეხა ეს რაღაცა უნდა იყოს ის ხმა გახვედროთ. ასე რომ უნდა შეიძინო და თვითონ უნდა გატესტოთ და მიხვდებით მე რო ყველაფერს. მოკლედ გარნიტურაში მოყვა კაი რაღაცეები და გილოცავთ ვინც შეიძინეთ, ნამდვილად კაი რაღაც შეიძინეთ მეგობრებო. ბოლო ნამდვილი ამერიკული ხარისხია. მოსტრია. რო შეხედავ, ეთყობა რასთანაც გაქვს საქმე. არაფერი ზედმეტი არა, იქ ჩინურებს გადამოწუწული რაღაც პლასმასის ნაღვენთები, მოშინია და ისეთია რა. საქმე გაქვს მაო მოსტრთან. კაი რამეა, ხო ხელშიც რო გიჭირავს, ძლიერია. მოკლედ ასე, წავიდა პატრონთან ეს. დაგვრჩა მაინლაბები, მეგობრებო. წარმატებებს გისურვებთ პატრონო ამ დეტექტორის.